იმისათვის რომ არ ვიყო ბრმა და ვიმდაბლოვნა თავი, ვაღიარო რომ მე არაფერი ვიცი და მუდამ სწავლის რეჟიმში გადავიდე და სწავლისათვის მადლობა ღმერთს გვაქვს წმინდა წერილი, ყავს წმინდა მამები, არიან მოძღვრები, რომლებიც ქრისტეს გზაზე მიდიან და სიმდაბლიდან გამომდინარე მხოლოდ შეიძლება გადარჩენ. როგორც ანტონიდის ჰქონდა გამოცხადება, რომ დაქსელილი როა მთელი დედამიწა და ფეხს ვერ დაადგა, რომ ხაფანგში არ გაება და შეშფოთდა, რომ ვინ გადარჩებაო, ეშმაკისგან იყო ეს ყველაფერი და პასუხად იყო ერთი სიტყვა, მდაბალი. არანერი ინტელექტუალური მომზადება, არანერი ღამისთევები, არანერი მარხვა, არანერი ყოველდღიური ზიარება, არანერი იესოს ლოცვის სწავლა, არანერი ქველმოქმედება არ გიშველის ამ ხაფანგებისგან, თუ არ იქნები მდაბალი, ანუ ქრისტეს თვისებები თუ არ რეალიზდება შენში. ხოლო მდაბალი რა არის, ამაზე ბევრს საუბრობთ, ბევრს კიდევ ვისაუბრებთ და ამის გარეშე ყველაფერი წყალში შეიძლება ჩაგვეყაროს.